ძალიან კარგი ამინდი გვაქვს. კაი სიგრილია და ნიავიც არის. ცოტა მოღრუბლულია, გვიან გათენდა. დარჩი ადგილზე. ნიავი გათიბული არ არის. ის ადგილები, სადაც წინაზე ვიარეთ. ცოტას გავვილით და ვნახოთ რა. დღეს რონდოც უნდა წამოგვიყვანა, როლანდიც უნდა წამოსულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. მაგრამ დაგეგმილი არ გადავდეთ და მე და ნინა მაინც წამოვიდით. ოკეი, ჩამოდი. ვნახოთ ნიავი საიდან გვაქვს და იმის მიხედვით დავიწყებთ სიაროს. რავი, ჩადგა თითქმის ნიავი. ნინა გვერდზე, ფეხთან. აბა. ზურგის ნიავი გვაქვს, ანუ იქიდან უნდა ამოვყვეთ რა, ფეხთან. გაუშვით ნინა. ცოტა სულით ნახოთ დღეს. აუ, ქარი ჩაგვიდგა საერთოდ. ცუდია. იქეთ ამინდრიდან დავიწყებთ ალბათ. პროაჯობებს. ამასობაში წინათებს კარგად მოღრუბლულია და გვიან თენდება როგორც ჩანს. რაო. შვენიერი. მარტო სასტვენზე არა, როგორც კი დაუძახებ, ადგილზე უნდა გაჩერდეს. წავიდა მინდა. ოჩ, კარგიკო. აი მინდა შევალთ, ისე გადავყვებით და ავალწევით და ზევით რა. სადაც წინაზე ვნახეთ, რომ ფინველი არის, ისე ვიგვეცდებით, რომ ვიპოვოთ. Am ცოტა ჩავიწიოთ. შედის კაი ფორმაში, ნინა, კარგ ფორმაში. ტემპსაც მოუმატა. მოძრაობს სწრაფად. ამ ტემპსაც დიდხანს ინარჩუნებს. და სეზონისთვის უკვე ბევრად კარგ ფორმაში იქნება რა, ისე რომ სეზონისთვის უკვე სიგრილე რო იქნება ბალახი ნამიანი. დაახლოებით საათნახევრიდან 2 საათამდე კარგად უნდა გვანადიროს რა. გააჩნია სად გავხსნით სეზონს, როგორი პირობა იქნება, მაგრამ ძალის იმედი უკვე მაქვს, რომ კარგი ფორმით ხდება რა. არა. წამო. თბილისში კარგი ხარი იყო, აქეთაც რომ მოუახლოვდი გზაზე კარგი ნიავი იყო. აქ საერთოდ აღარ არის. ცუდია რა. მაგრამ არა უშავს. ეგა. არა, თავიზევით. სტოპ. ნახეთ სასტვენით სტოპ. სასტვენზე წვება. სტოპზე ადგილზე ჩერდება რა და შემდეგ ზანებამდე წავიდე. ეს იმისთვის რომ როცა გვჭირდება აპორტირებისთვის მინიშნება რომ მხარეს წავიდეს, უნდა გაჩერდეს, გამოხედოს და უცებ მიმართულება თუ საითხარეს იმოძრაობს რა. საიღონსა. როგორ ესე დაულაგდეს ჯობია და არა, აქედან აქ არის და კარზეც მაგიტო ესე ლაგდება. მოდი აქ.
ტრიალდი წავ. გურა გოქოვანია. რა. ჩადი ქო. ოდე აქეთ. მოიცი. არა, მოდი ნინა. მოიცი აქ. აქ ერთი. პრინული ჩაჯდა და ვაინა. მოდი აქ ავარ, მოდი. მოდი აბა აქ ვნახოთ. მოდი აქ, წამ. მოდი აქ შედი, მედი ყოჯა. Galina buligata. Ocha, cargi go. Stop. Sim. Sim. ამ მინდორში რამდენი შემოვიდით, ვერც ერთხელ ფრინველი ვერ ვნახეთ, რადგან წელს აქ აზის და ესე იქეთ გადავა. არა, თავისევით. Stop! 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 Ana bici gadadgi się. Ciepta. Oç, kar. Çeptan. Modi. Çeptan. Stop. Vay me gibi. Davdamin. Modi yakın. Oh. Perelot. Masafrena diqlen gamzadebulები თუ რა 4 ცალი ერთად. ისეც გაუთიბიათ. ოქრასაც წავიდეთ, ვა. Ketuna გადავიდე. ოკეი. დავიდამი. ვა, აქტიურად მინდორი აღარ დარჩა რა. ეს კაი მინდორი იყო დიდი და ესეც თუ გაუთიბიან.
ცუდია. ცოტა დაგვრჩა ადგილები. სულ ცოტა ხანში აქ ბალახიც აღარ იქნება და მოგვიწევს ადგილის მონაცვლება, მაგრამ თბილისთან ახლოს ესე დილით თავი ზევით გამოხვიდე და ძაღლი ავარჯიშო, მეორე ადგილი მე არ მეგულება რა. შენ ცოტა მეტი დრო გინდა რომ წახვიდე წალკის მუნიციპალიტეტისკენ და მთელი დღე უნდა დაყო იქ, რომ დილა-საღამოს გაატარო, გაიყვანო ძაღლი. მაგრამ ამასობაში სეზონიც მოვა რა. მოიყვანე. არა! ბაბა. ვიდეო დასდევდაინ. საწავინა. მიდე ნაბუნსი. ვედი. წინ. სად გადაფრინა. წინ. Stop. კარგი გოგო. ой, მე stop. მოდი, აბა კიდე ხო. არა, წამ. მოდი. ძალიან ცხელა. ნიავიც არ არის საერთოდ. ძალიან ჩახუთულია, სამინდიდან გამომდინარე. მოღრმლულია და ძალიან მძიმე ჰაერია რა. ძაღლსაც როგორ უჭირს, ალბათ წარმოსადგენია. რთულია ძალიან. ირბინო, ხელა ენერგიით ესე სიცხეში რა. უჰაერობაში. რო წავიდე. გვინდა გრილი ამინდი, სისველე და ნია. მაგრამ არც ერთი არა. ეგრე ჩვენ გემოზე არასდროს არ არის. ეს არის ჩვენი სამშობლო. რაც აგვაქვს, როგორიც აგვაქვს, ეს აგვაქვს. მოდი წავიდე. ოჩ, კარგი. მიდი ბოლომდე. ხან ისე იქნება, ხან ესე იქნება. ან შეიხვედრო ბერფულას, ხან ვერ შეიხვედრო. ესე რომ დაალაგებულად, დაუთავებულად იყოს, იგი საშუალება არ აქვს. მაგრამ მაინც უნდა ეცადო რა, შენი გასაკეთები გააკეთო, ეს სახში ჯდომით არ გამოვა. კვირაში მინიმუმ ერთხელ უნდა გამოიყვანო ძაღლი მინდორში, რომ ენერგია დახარჯოს და ფორმაში იყოს. ეცოდო ძალიან ბევრი ძაღლი ვიცი, ძალიან ბევრი, რომელიც შარშან წვერი სეზონი როგორც კი დამთავრდა, ჩასვეს ვოლიერში და
9-მდე იქ არიან, არც გაზაფხულზე გამოუყვანიათ. აქვთ იმედი, რომ იმ ძაღლით ინადირებენ. ნადირობით კი ინადირებენ, რომ აქ ხარისხზეა ლაპარაკი, რა ხარისხით ინადირებენ და რას გაგიკეთებს შენი ძაღლი რა. რა ტემპში ინადირებს, რა მანძილს დაფარავს, რამდენ ხანს ინადირებს, სანამ მოვა ფორმაში, სანამ აღიდგენს ყველაფერს. წყლის სეზონის მალე გაილევა ხან, ამინდი არ დაგემთხვევა, ვერ წახვალ ხან, დრო არ გექნება, ვერ წახვალ ხან, წახვალ და ფრინველი არ იქნება. მოკლე ეს მწყერზე ნადირობის სეზონი და თუ ძალიან კარგად მომზადებული, კარგ ფორმაში არ შეხვდი შენს და ძაღლიც, შედეგი არ გექნება რა. დაბალი შედეგი გექნება. ვიღაცა შეიძლება ეგ აკმაყოფილებდეს, ვიღაცას შეიძლება უფრო მეტის მოთხოვნა გქონდეს. აქ არ არის ლაპარაკი ლიმიტების შესრულებაზე და ბევრი წყერის მონადირებაზე. აქ არის ლაპარაკი, რომ ნადირობას გქონდეს, ნადირობის სახე და ძაღლის მუშაობასაც გქონდეს თავის ეფექტი და სილამაზე. ბრაო. აჰა, დაადგა. თავის ზევით. არა, ნინა, ფუ. ფუ. რა. ნამეტანი მოგიწია გადამოწმება. ძალიან დაიგვალა ყველაფერი. მიწამაც დასხდომა დაიწყო. ამიტომ უკვე ნელა ეს წყერიც თავის გამოჩეკილი პატყებიანად აიწევს უფრო ნოტიო და გრილ ადგილზე რა. ყოველდღე უფრო და უფრო ცხება. უფრო და უფრო უჭირს უწყლობა და იძულებულია იგრილება მოახდინოს მოინაცვლოს ადგილი რა. მაგრამ რაც არ წასულა, იმას ვიპოვით ჩვენ და აქ რაც არის. მედენინა ტენიანობა სისველი არა გვაქვს, მაგრამ უნდა ნიავი გვაქვს. Sarame ნიავი წინიდანა სავარაუდოდ უნდა ყავდეს. მიდი. Sim. Sim. Stop. Карги гого.
წინ წინ სტოპ კარგი გოგო ამ მინდოშიც გვინახავს ფრინველი და მაინც უნდა გავიაროთ ეს და მაგრამ ისე წავიდეთ რომ იქნებ რამეც იპოვოს ყველაზე ამით დავამთავრეთ უკვე კარგი 40-45 წუთი გამოგვივიდა შვენიერი პრაქტიკა შვენიერი ვარჯიში გამოგვივიდა ქარის საწინააღმდეგოდ ცუდად დავდივარ ქარის ზურგიდან და მაგრამ არა სამით ვამთავრეთ ასე რომ ესეთ გამოცდილი ძაღლი როცა ზურგის ქარია და არა პირის ქარი გამოცდილი ძაღლები ჩადიან შორს და თვითონ ლაგდებიან ქარის საპირისპიროდ რა გამოდის გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან რომ იხვეწება ძაღლი და დიდია უკვე მაგას თვითონ გრძნობს და აღარ გიწევს მინდვრის ბოლოს ჩასვა როგორც თავიდან გეშვის პერიოდში ასე რომ არა თვითონ უკვე უნდა დალაგდეს ქარზე რა ქარის საწინააღმდეგოდ ჩავიდეს და ქარის საწინააღმდეგოდ წამოვიდეს თუ რამეს იპოვის დაადგეს ნაბულზე დაგიალოდოს და უნდა მოინადებ არის ნადირობის დროს გულისხმობ რა და გეშვის დროს ვარჯიშის დროს აუცილებლად ქარის საპირისპიროდ უნდა იარო რა ეხლა როგორც გამინდოს მოვჩებენ ისო მოვიხმობ ფეხთან გვერდზე დავიყენებ და მიხვდება რომ დამთავრდა მისთვის ვარჯიში და მინდვრიდან გავალთ ერთად ის რო ჩემთან ერთად ფეხთან იგს აი ხა შორს იმიტომ დადის რომ ქარი ზურგის აქვს და იქიდან ამოსავს რა ეგრეც უნდა იყოს ფეხთან დღეისათვის სულ ეს იყო რავი გამოგვივიდა ცოტა მოკლე გასვლა მაგრამ შედეგიანი ფრინველი შევიხვედრეთ ნახეთ რამოდენიმე მუშაობა ქონდა ნაბულებიც გააკეთა ფეხთან ნინა როგორც თქვი და ვივარაუდე სიცხის და გვალვის გამო წერი უკვე იწევა და ცირდება აქაც იმიტომ რომ საარსებო პირობა და არეალი აღარ აქვს ზიანად გაითიბება ეს ტერიტორია სულ მალე ასევე ჭირდება წყალი და ალბათ აიწევს მაღალმთიანში მოგვიწევს ჩვენც გავყვეთ რომ ფორმაში ვიყოთ სეზონისათვის ასე რომ სადაც საჭიროა იქ უნდა მივიდეთ რა გთხოვთ გამოიწეროთ არხი მოიწეროთ ვიდეოები დიდი მადლობა ოკეი წადი